ახალთა მამისათა დაძისათა და სულისაწმინდისათა. ხვალიდან ერთ-ერთი ტელევიზიით იწყება ფილმის გაშვება, სერიალის გაშვება, რომელიც გადაღებულია წმინდა პაისი მთაწმინდელზე. რა თქმა უნდა, ტელევიზიის საქმე ის არის, რომ ფილმები უნდა გაუშვას, რეკლამები უნდა გაუშვას და ასე შემდეგ, მაგრამ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ეკლესიას, დღეს სამდელოებას ფილმზე, რომელიც წმინდანზეა გადაღებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ითქვას, რომ მსახიობობა ეს არის ცოდვა. და რატო? როდესაც მსახიობი თამაშობს ამა თუ იმ როლს, პირველ რიგში იცნობს იმ პერსონაჟს, რომელიც უნდა განასახიეროს. მის ცხოვრებას ეცნობა, მის ხასიათს ეცნობა, მის გარეგნობას ეცნობა, ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში რეჟისორი ეუბნება, რომ შენ ესე უნდა გახდე, ეს უნდა გახდე, ეს უნდა გახდე, ესე უნდა გააკეთე, ესე უნდა გააკეთე. ანუ ადამიანმა უნდა თავისი პიროვნული მე უნდა დაკარგოს და უნდა მიიღოს სხვა. უნდა მიიღოს სხვა პიროვნება, სხვა ადამიანი. სხვა ადამიანად უნდა გადაიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეასრულებს ამ როლს ისე, როგორც საჭირო. ანუ რას აკეთებს ადამიანი? იტყუება. მსახიობობა ეს არის პროფესია, რომელიც პირდაპირ სიცრუეზეა აგებული თავისი არსით და შემდეგ, რა თქმა უნდა, როლიდან გამომდინარე შეიძლება უამრავ ცოდვას შეიცავდეს. შეიძლება თუ არა წმინდანის განსახიერება. ეს კიდევ უფრო დიდი ცოდვა. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ცუდი როლის თამაში შეიძლება ცუდი იყოს, ბოროტი ადამიანის ან უზნეო ადამიანის როლის თამაში შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ რა მოხდა, თუ ადამიანი წმინდანის როლს შეასრულებს, ეს ხომ მასთვის უკეთესია. არ არის ეს უფრო დიდი ცოდვა. და რატო? ჯულის კანონით იკრძალება ადამიანმა ჩაიცვას სამღვდელო შესამოსული. ჯვარი გაეკეთოს, სკუფია დაიფაროს, ანაფორა ჩაიცვას. ის მოქმედებები შეასრულოს, რასაც მღვდელი ასრულებს. უამრავ ცოდვას შეიძლება შეიცავდეს. მაგალითად, სასწაულს ახდენს რომელიმე წმინდანი. და სასწაული უნდა განასახიეროს. ანუ სული წმინდა უნდა განასახიეროს. რაღაცა მადლი გამოსხივდა, ვითომ მადლი შუქით. შეიძლება საღვთო მადლი განასახიერო ხელოვნური განათებით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ცოდვა და მკრეხელობა. შეიძლება სასწაული განასახიერო, სასწაულის რაღაცა ფორმა მიცე, ხელოვნურად შეიძლება გააკეთო სასწაული. ესეც ძალიან დიდი მკრეხელობა. მსახიობობა ეს არ არის ახალი პროფესია. მოციქულების დროსაც კი არსებობდა მსახიობობა პროფესია, მაგრამ არც ქრისტეს, არც მოციქულებს, არც მის მემკვიდრე წმინდა მამებს არასდროს არ გამოუყენებიათ ქრისტიანობის საქადაგებლად თეატრი და მსახიობობა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა და ზოგიერთ ეკლესიაში ეზოშიდაც კი გამართეს თეატრალური წარმოდგენა. გარკვეული წმინდანების ცხოვრების შესახებ. მაგრამ ცუდი ის არის, რომ მსახიობობა კი დიდი ხნის პროფესიაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დღეს გარკვეული სასიულერო პირები ამბობენ, რომ მსახიობობა უნდა და თეატრი უნდა გამოვიყენოთ და ფილმი ქრისტიანობის საქადაგებლად. ეს არის ძალიან დიდ ტყუილზე აგებული იმედი,
ვინმე ცდილობს, რომ თეატრით შეიძლება ქრისტიანობის გადაგება. არასდროს ეს ეკლესიას არ გაუკეთებია. მოციქულები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, სიტყვას, რომელიც იესო ქრისტემ ასწავლა. წმინდა მამები ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომელიც მოციქულებმა დაწერეს წმინდა წერილში. სჯულის კანონით ქადაგებდნენ. წმინდა მამების გარდამოცემით ქადაგებდნენ. და ეს სწავლება არის უცვლელი. წმინდა მამები პირიქით ამხელენ თეატრს და თეატრალურ წარმოდგენებს და მსახიობობას როგორც პროფესიას. და დღეს სამწუხაროდ გვესმის, რომ თურმე ღვთის სიტყვა უნდა ადამიანები ეკლესიაში და უნდა მივიზიდოთ თურმე თეატრალური წარმოდგენებით. ეკლესია მრევლს მიეზიდავს საღვთო მადლით. იქ აღსრულებული საიდუმლოებებით, ღვთის სიტყვის ქადაგებით, ღვთელი ვალდებულია ყველგან, სადაც წავა, იქადაგოს ღვთის სიტყვა. რომ მოახლოებულია სასუფეველი, რომ ადამიანს აქვს გადარჩენის საშუალება, რომ მოინანიონ საკუთარი ცოდები. აი ეს უნდა იქადაგოს ღვთელმა. და არა ის, რომ წმინდანების ცხოვრებას უყუროს და წმინდანებზე ფილმების გადაღება და ასე შემდეგ თეატრის დადგმა თურმე ცოდვა არ არის და ამით უნდა მივიზიდოთ მრევლი. წმინდა პაისი ათონელი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ ამაზე დიდ უარს იტყოდა და ამხელდა კიდევაც იმ ადამიანებს, ვინც მის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებდა და არ მოიწონებდა ამ საქციელს. რითი მიიზიდა წმინდა პაისი მთაწმინდელი არ იყო მსახიობი, მაგრამ უამრავი ადამიანი მიიზიდა. დღეს ეკლესიაში არ არსებობს ადამიანი, რომ წმინდა პაისის არ იცნობდეს. რითი მიიზიდა წმინდა პაისი მის ხალხი? თავისი წმინდა ცხოვრებით, ღვთის სიტყვის ქადაგებით და მასე დაფუძნებული წმინდა ცხოვრებით. წმინდა პაისიმ განიწმინდა საკუთარი სული და ღვთის სიტყვით მიეზიდა ადამიანები. თუ მსახიობობა ესეთი კარგია და ამით უნდა მივიზიდოთ მრევლი, მაშინ ჩვენც დავიწყოთ მსახიობობა. დავდგათ თეატრალური წარმოდგენები ეკლესიაში, ღვთლებმა შევასრულოთ მოციქულების როლი, უკეთესი უფრო ის იქნება, მისაღები იქნება ბჭყალებში. მრევლმა კიდე სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოს და ასე. ღვთელმა შეიძლება მიმართოს იკონომიას. და ყველა ერთ რომელიმე ცოდვაზე ყველა ადამიანს ერთნაირად არ მოკითხოს პასუხი. მათ შორის თქვათ არც ამ ფილმის ყურებაზე, არც მსახიობობაზე შეიძლება ერთნაირად არ მოკითხოს ადამიანს პასუხი, მაგრამ ღვთელმა და ეკლესიამ აუცილებლად უნდა თქვას, რომ ცოდვა არის ცოდვა. იკონომია სხვა არის. იკონომია არის, როდესაც ღვთელი უმსუბუქებს სასჯელს რომელიმე ადამიანს. იკონომია ეს ეკლესიისთვის მისაღების სწავლება, ეკლესიის სწავლება. თუ ადრე თქვა სიტყვაზე წმინდა მამები რომელიმე ცოდვისთვის რამდენიმე წლიან საშელს ადებდა ადამიანს, დღეს ეს აღარ არსებობს. 15 წლიანი საშელი შეიძლება შეიცვალა ერთთვიანი საშელით. მაგრამ ცოდვას სახელი დარჩა, ეს ცოდვა. ეკლესიას არ უთქვია, რომ რახან საშელის ხანგრძლივობა შეიცვალა, რომ ეს ცოდვა აღარ არის. მაგრამ ადამიანის სულიერების დაცემასთან ერთად ეკლესია შესაბამისად უდგება ადამიანს, რომ მან სინანულიც გამოხატოს და თან ეკლესიის წიაღში იყოს და საღვთო მადლს ეზიაროს და თავისი თავი გამოასწოროს. მაგრამ ცოდვა პირველ საუკუნეშიდაც და 21 საუკუნეშიდაც ცოდვა. მსახიობობაც, როგორც წმინდა მამები, წმინდა იოანე ოქროპირი და ასე შემდეგ, ამხელდნენ თეატრალურ წარმოდგენებს და მსახიობობაზე ამბობდნენ, რომ ეს ცოდვა, დღესაც ესე უნდა თქვას ეკლესია.
დღესაც ესე უნდა თქვას სასულიერო პირმა, რომ ეს ცოდვა და მით უმეტეს წმინდანზე გადაღება და წმინდანის განსახიერება. თეატრი, კინო, ეს ყველაფერი არის ემოციები. ქრისტიანობა ემოციების რელიგია არ არის. ქრისტიანობა არის, მართლმადიდებლობა არის სიმშვიდის რელიგია. ადამიანი, როდესაც საღვთო მას მოიყვეს, ის ღებულობს სულიერ სიმშვიდეს. განიცდის საკუთარ ცოდვებს. მსახიობობა შეიძლება ადამიანმა რაღაც ფილმს უყუროს და ემოციებით აღივსოს. და რაღაცა კეთების სურვილი გაუჩნდეს სიტყვაზე, მაგრამ თავად რო და ეს ყველაფერი გაქრება ისე როგორც მოვიდა. და როდესაც ადამიანზე საღვთო მადლი მოქმედებს, ეს რჩება სულში. ეს იბეჭდება ადამიანის გონებაში. ცოდვა კეთილნაყოფს ვერ გამოიღებს. მსახიობობა კეთილნაყოფს ვერ გამოიღებს. მსახიობობით ადამიანი ეკლესია მრევლს ვერ მოიზიდავს. ქრისტიანობას ვერ იქადაგებს. სახარებაში პირდაპირ წერია, კეთილი ხე გამოიღებს კეთილნაყოფს, ბოროტი ხე გამოიღებს ბოროტ ნაყოფს. არ შეიძლება ხენეშმა ხემ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ან კეთილმა ხემ ხენეში ნაყოფი გამოიღოს. და ვერც მსახიობა ვერ გამოიღებს კეთილნაყოფს და ვერ მივიზიდავთ ამით მრევლს და ვერ ვიქადაგებთ ამის ქრისტიანობას. იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ეკლესიას ეს ჩვენთვის არ უსწავლებია. ქრისტეს ეს ჩვენთვის არ უსწავლებია. მოციქულებს არ უსწავლებია და წმინდანებს არ უსწავლებია. ერთმა დაგლოცოთ და მეთმა გაკურთხოთ.